მოგესალმებით, დღეს 14 ნოემბერია უყურებთ კურიერს 10 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცერიძე გაგაცნობთ. Prime Time-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციამ ბრიუსელიდან მიიღო, ეხმაურებიან მმართველ პარტიაში. მათ შეფასებით აღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რევოლუციურად ქცეული ნაციონალური მოძრაობა ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს ბრიუსელიდან. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არის მორიგი დადასტურება იმისა, რომ ოპოზიცია ქვეყნის გარედან იმართება. შეგახსენებთ, რომ საუბარია წერილზე, რომელიც ბრიუსელიდან ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ოპოზიციას გაუგზავნეს და რომლის შინაარსიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე სიტყვასიტყვით გააშხერეს. კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი გამოვლინდა. ინსტრუქცია მიიღეს და ზუსტად იმ სიტყვასიტყვით წაიკითხეს ის წერილი, რაც ჩამოუვიდათ როგორც სახელმძღვანელი. შემდეგ მათ მხარს უჭერენ სხვადასხვა განცხადებებით, პოლიტიკურად მხარს უჭერენ და ფინანსურად მხარს უჭერენ. ვერ შევალ ამ შეფასებაში, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია არც ბრიუსელის განცხადებასთან, არც ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით. მე ვამბობ ჩვენს პოზიციას მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ დააზიანა 4 ოქტომბრის იმ პროვოკაციულმა რევოლუციურმა სცენარმა. გამომდინარე აქედან ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 28 ნოემბრის ამ აქციაში. სიახლეს მე განსაკუთრებულს ვერ ხედავ, მართალი გითხრათ. არჩევნების შედეგები გააუქმეთ და პარლამენტში არ შეხვიდეთო, ეს დირექტივა შეასრულეს და ეხლა მიტინგზე წასაკითხი ტექსტი რო გამოუგზავნეს, რა თქმა უნდა აქ უკვე გასაკვირი არც არაფერი არ არის, თუმცა სავალულო მდგომარეობა რომ არის, ეს არის ფაქტი და სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის და შენი სახელმწიფო სუვერენიტეტი ესე დაახურდავებინო გარედან ნებისმიერ ძალას. გიორგი გახარიას 20 ივნისის ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გერმანიაში ემიგრირებულ ექს-პრემიერს პროკურატურა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. მანამდე გახარიას პატიმრობა შეეფარდა ჩორჩანას ეპიზოდზეც. ორივე საქმეზე ყოფილ პრემიერს პროკურატურამ ბრალი 2 დღის წინ წარუდგინა. გახარიას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სასამართლოში ბრალდების მხარემ არასაკმარისი მტკიცებულებები წარადგინა და რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რა თქმა უნდა, ეს იყო თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე, ეს არის პოლიტიკური მდგენელი. 20 ივნის თითქოს ორგანიზება გაუწია ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებას, ოღონდ ამ დანაშაულის ამსრულებელი დადგენილი არ აქვთ. მათ შორის ბრალის დადგენილებაში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას ფაქტობრივად არ გაუწია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს მძიმე დაზიანება. საკუთარი თვალით ვიხილეთ ყველამ, შესაბამისი ნაბიჯები, შესაბამისი მოქმედებები, ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად არის ასევე გადმოცემული და აღწერილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე საგულისხმოა, რომ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან მიმართებით, რომ საქართველოს ფაქტობრივად დაევალა ხელმეორედ გამოძიება, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების, მათ შორის პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილიყო საბოლოოდ გარკვეული. ასე რომ, დანარჩენი უკვე არის გამოძიების საქმე და სასამართლოს საქმე. ხორვატიაში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევას პილოტი ემსხვერპლა. AT820-ის ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი ქალაქ ზაგრებში ტექნიკური მომსახურებისთვის 12 ნოემბერს გაემგზავრა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დაღუპული პილოტის ოჯახს მიუსამძიმრა. თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სამშობლოში გადაასვენეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით დაღუპულებს სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ დაკრძალავენ. შეგახსენებთ, ციხნაღის მუნიციპალიტეტში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა. ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, უბედურ შემთხვევას ვერავინ გადაურჩა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზს კი ქართველი და თურქი ექსპერტები იკვლევენ. ომი უკრაინაში ისევ გრძელდება. ღამით რუსეთის ძალებმა კიევს შეუტიეს. თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა, დაშავდა 11 ადამიანი. უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაიწვა საცხოვრებელი სახლები და მრავალბინიანი კორპუსები. შეტევას წინ უძღოდა უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის გამოცხადება, რაც რუსული MiG-31 კას გამანადგურებლების აფრენამ გამოიწვია.
გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტისგან მოითხოვა, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცები არ წავიდნენ გერმანიაში და საკუთარ ქვეყანაში იმსახურონ. როიტერის ინფორმაციით ამის შესახებ მერცმა ზელენსკის ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა. მერცმა ასევე მოუწოდა კიევს ენერგიულად გააძლიეროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ენერგეტიკის სექტორში გახმაურებული სკანდალის შემდეგ, რამაც რამდენიმე მინისტრის გადადგომა გამოიწვია. BBC ტრამპს ბოდიშს უხდის მისი გამოსვლის რედაქტირებისთვის თითქოს ამერიკის პრეზიდენტი მხარს უჭერს ძალადობას, თუმცა კომპენსაციის გადახლაზე უარს აცხადებს. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თეთრ სახლს პირადი წერილიც გაუგზავნეს და ტრამპს განუმარტეს, რომ ცნობილი დოკუმენტური ფილმი, რომელიც სადავო მასალას შეიცავდა, აღარ გავრცელდება მათ არც ერთ პლატფორმაზე. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე იმსჯელეს შეხვედრა ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს. ახალი ობიექტების გახსნის შემდეგ კი არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად უნდა დაიხუროს. ჩვენი მიზანი არის მოსახლეობას შევუქმნათ ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი გარემო. ამ მიმართულებით გვაქვს კომპლექსური სისტემა და მუშაობთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მყარი ნარჩენების მართვა ქვეყანაში. ამაზეც მივყოფოდეთ იმერეთის რეგიონში, სადაც საკმაოდ რთული სიტუაციაა და მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონის ხელმძღვანელთან, პარლამენტარებთან ერთად მუშაობთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მოიძიოს ადგილი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნარჩენების განთავსების ობიექტი. რეგიონალური განვითარების სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული სხვა სამინისტროებთან მუშაობის პროცესში, რათა მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მოხდეს ლოკაციების, რაც შეიძლება დროულად შერჩევა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება მოსახლეობამდე ამის დროულად მიტანა. რუსთავში სტუდენტური სტაჟირების პროგრამის მართე შენი ქალაქის ახალი ეტაპი დაიწყო. რუსთავის მერის ეს ინიციატივა უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას, შემდგომში კი მათ დასაქმებას ისახავს მიზნად. მართე შენი ქალაქის მონაწილე ახალგაზრდების სტაჟირების პროცესში მერის ყველა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან. ამ ახალგაზრდული პოლიტიკის მეშვეობით მუნიციპალურ სამსახურებში უკვე დასაქმდა პროგრამის მონაწილე 50-ზე მეტი ახალგაზრდა. მართე შენი ქალაქი არის ძალიან საინტერესო პროექტი, რაც ყველაზე მთავარი არის ჩვენ ანუ სტუდენტებს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ დასაქმების პროცესი უფრო საინტერესო გახდეს და მოგვცეს საშუალება, რომ დავსაქმოთ სხვადასხვა პროექტებში. მართე შენი ქალაქი არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ჩვენი გუნდისთვის, ასობით ახალგაზრდაა ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, რომლის ფარგლებშიც ეცნობიან მუნიციპალური სტრუქტურის მუშაობას, სხვადასხვა სამსახურებთან აქვთ აქტიური კომუნიკაცია და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები. საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორების მაჩვენებელი გაზრდილია 2025 წლის მხოლოდ 10 თვის მონაცემებით ტერიტორიებს 1,055,187 დამთვალიერებელი სტუმრობდა, რაც გასულ სრულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია. სააგენტოს ინფორმაციით ტურისტების მატების ერთ-ერთი მიზეზი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი სერვისების დანერგვა. დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით ხორციელდება როგორც სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე ახალი ეკოტურისტული სერვისების დანერგვა. უნდა აღინიშნოს, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. უახლოეს პერიოდში გაიხსნება თბილისის ეროვნულ პარკში საბადურის და ზედაზენის უბნებზე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა. თბილისში მეტეხის ხიდზე 100,000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა. პარაკლისის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს შიომ გადაიხადა და იქადაგა. შეგახსენებთ, ამ დღეს ტრადიციულად მეტეხის ხიდზე იკრიბება მრევლი. მოწამეთა გარეშე ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია. იმიტომ რომ ისინი არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა. ის სვეტები
რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. და ამიტომ შეუძლებელია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს. ვისაც უნდა ჯეროვნად ადიდოს მოწამეები, უნდა ეცადოს მიბაძოს მათ ღვაწლს და შრომას და აი სწორედ ეს მიანიჭებს მოწამეებს არანაკლებ სიხარულს ვიდრე მათი სიმამაცე გამოვლენილი ქრისტესთვის. სახელმწიფო განათებების მოწყობა მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები უკვე მოეწყო ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიცის გამზირზე. სახელმწიფო ილუმინაციების და დეკორაციების მოწყობა დაგეგმილია თბილისის 10-ვე რაიონში 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში. ღონისძიების პარკლებში განხორციელდება 90-მდე ქუჩისა და 30 სკვერის განათება. განათებაში ჩართული არის თბილისური ჯგუფის 190-მდე თანამშრომელი და 40-მდე სპეციალიზებული ტექნიკა. სამუშაოების პარკლებში დაიკიდება როგორც გირლანდები, სათამაშოები, ილუმინაციები და სხვადასხვა სიურპრიზები, რომელიც ჯერჯერობით დედაქალაქის მოსახლეობამ არ იცის. სახელმწიფო ილუმინაციების და განათების მონტაჟი განხორციელდება დედაქალაქის მასშტაბით სრულად 10-ვე რაიონში. გორში დამსახურებული მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო შეჯიბრი წელს მეხუთედ ჩატარდა. მაშინ მონაწილეობას ქართველ მოჭიდავეებთან ერთად სპორტსმენები საფრანგეთიდან, ისრაელიდან და სომხეთიდანაც იღებდნენ. ნუგზარ სხირელს 13 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდებოდა. წარმატებას უსურვებს ყველა ბიჭებს. ვინც კი სპორტში არის, ძალიან მიხარია, რომ ესეთი აჟიოტაჟი არის აქ. და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას. ვინც კი აი ორგანიზატორებს, ვინც კი რაღაცა გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტურნირი შედგება. ბატონო გუზარი იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ისტორია სპორტის მიმართულებით, არაერთი ევროპის, არაერთი მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ყავს აღზრდილი ბატონ ნუგზარს. მე კეთს ვიხრი მის წინაშე. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამ დღემშვიდობებით კურიერი 12-ზე უკვე თამარ ურუშაძესთან ერთად დაბრუნდება.